ერთი ძალიან მაგარი სიახლე უნდა გაგიზიაროთ. კერძოდ 2 იანვრიდან საქართველოს კინოთეატრებში, სხვათა შორის Coca-Cola Bottler Georgia's პარტნიორობით ფილმი ლირიკა გამოვა. ეს არის საახალწლო ქალაქური თავგადასავალი არჩევანსა და მეორე შანსზე, რომლის სიუჟეტით ზამთრის თბილისში ვითარდება. აღსანიშნავია, რომ 10 წლიანი პაუზის შემდეგ დიდ ეკრანზე ქართველი მაყურებლებისთვის საყვარელი მსახიობი მიხეილ მესხი ბრუნდება, მიშა მესხი, რომელთან ერთადაც ნამუშევარში არაერთ ცნობილ სახეზად შევხვდებით. ფილმი არის საახალწლო იგავი იმაზე, რომ ფსკერზე ყოფნის დროსაც კი ცხოვრება გვაძლევს შანსს, რომ ხელახლა ავირჩიოთ და მოვძებნოთ საკუთარი თავი და შევიცვალოთ. ნახოთ ირაკლი მოდებაძის მომზადებული სიუჟეტი ამ თემაზე. განაძისხი გავეძეში. Rapurchknachar. 2 იანვრიდან, როდესაც საქართველოს სადღესასწაულო აურაში იქნება გახვეული, დიდ ეკრანებზე საქართველოს კინოთეატრებში ფილმი ლირიკა გამოვა. საახალწლო ქალაქური თავგადასავალი არჩევანსა და მეორე შანსზე, რომლის სიუჟეტიც ზამთრის თბილისში ვითარდება. ფილმი ლირიკა რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის მიერ არის გადაღებული. მთავარ როლს კი ოსკარზე ნომინირებული მიშა მესხი ასრულებს. მსახიობი დიდ ეკრანზე 10 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ფილმი ასევე აერთიანებს ქართული კინოს, მუსიკისა და სპორტის გამორჩეულ წარმომადგენლებს, მათ შორის არიან ილიკო სუხიშვილი, არჩილ და შოთა არველაძეები, დათო ევგენიძე, მურმან ჯინორია, გუგა კოტეტიშვილი, ქეთი დოლიძე, თორნიკე ბზიავა, ია შუღლიაშვილი და სხვები. ერთად თემაც ფილმის ერთი მხრივ ეს არის ფეხბურთზეც, მეორე მხრივ არის ესე ვთქვათ, ესეთი ქალაქური ლირიკა, თბილისური ისტორია და მესამე კიდე რაღაც დამოკიდებულებებზე და დამოკიდებულებაზე, რომელიც ჩვენ გვახასიათებს ქართველებს, რომ ისეთი ემოციურები ვართ, რომ რაღაცა რო გაგვიტაცებს, მე ან ვსვავთ, ან გზააგვერევად და მიმღებლობაზეც არის, სითბოზეც არის, ამ სითბოს გამოვლენაზე და იმაზეც არის, რომ არ არის საჭირო, რომ მაინდა-მაინც ადამიანი მოკვდეს, რომ მე დავაფასოთ და მე ავიყვანოთ საში. სანამ ცოცხალია, მასაც უნდა გაფრთხილება. 10 წელი არ მითამაშია ფილმში და მაგრამ ნერვიულობდი წინა მოსამზადებელ პერიოდში, მაგრამ ის მიმაგრებდა მხარს და ზურგს. ნუ რეზიკო მედგა, გვერდიდან მე და რეზიკო ნამუშევრები ვიყავით ერთად, თან ბავშვობიდან ერთმანეთს ვიცნობ და მეგობრობდით. ძალა მომცა იმისთვის, რომ გამეკეთებიან ის, რაც გავაკეთე. როგორც ფილმის ტრეილერიდან ვიგებთ, ახალი წლის ღამეს მიშა ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი ოდესღაც ლეგენდარული სპორტული დინასტიიდან სარეაბილიტაციო ცენტრს ტოვებს და ჯერ კიდევ მყიფე წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს. შემთხვევით ის ხვდება საბას, 10 წლის ბიჭს, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები დედის ჩამოსვლას ელოდება. ერთად გატარებული ერთი თითქოს უბრალო დღე მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვან მოგზაურობად იქცევა. საბას თვალით დანახული მიშა არ არის დაცემული გმირი, არამედ ის არის ადამიანი, რომელსაც კვლავაც აქვს უნარი მოისმინოს, იზრუნოს და შეიცვალოს. როცა ღამე ახლოვდება და მიშას წარსული თავისკენ ეკაჩება, ის ყველაზე რთული არჩევანის წინაშე დგება. გაიმეოროს თავისი ისტორია თუ ხელახლა გადაწეროს ის, რაც ერთი ხან მოკლე სატელეფონო ზარით იწყება. თუ კინო იქნება ხარისხიანი, სწორად იქნება ეს შეფუთული, მიწოდებული მაყურებლისთვის, ორიენტირებული იმაზე, რომ პატივისცემით აუდიტორიამ გაიგოს იქ ბევრი კომპონენტია, რომ ეს იყოს ის ფილმი, რომელიც მაგალითად დაიმკვიდრებს ადგილს გულში, სულში ჩვენი მაყურებლის. მარტო მე კი არ დამეხმარება შემდეგ პროექტებისთვის, ჩემ კოლეგებს დაეხმარებათ, რომ ასევე ბიზნეს სამყარომ მიხვდეს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი кейსი, სადაც ჩვენი გამოცდილებით ვანახებთ, რომ კინო შეიძლება იყოს მომგებიანი. ჩემი სათქმელი არის ის ტკივილი და ის დაკვირვება, რაც მე ცხოვრებაში მაქვს და ჩემ თავს პირველ რიგში რომ აუხსნა, რომ როგორ ეკრანზე რომ დავინახავ გადატანენ ამ ჩემ შიშებს თუ კომპლექსებს თუ სევდას თუ სიყვარულს, მინდა და სურვილი მაქვს, რომ ეს გაუზიარო მე დიდ აუდიტორიას. გადაასახები პერიოდი იყო ძალიან საინტერესო. ძალიან აი რაღაცა ძვირფასია ეხა ჩემთვის რო ვიხსენებ და ძალიან გიჟური ესე ვიტყვი რა, იმიტომ რომ ზუსტად 2 კვირაში გადავიღეთ ფილმი. მოკლედ რო ვთქვა და ის ინაარსობრივად რო ვთქვა, რომ ადამიანს ეძლევა მეორე და მესამე შანსიც ხოლმე რა და მთავარია რომ იმ ცხენს მოახტე რომელიც გაგიყვანს დამკაში რა ესე ვიტყვი.
აღსანიშნავია, რომ ფილმს მუსიკალურად ლაშა ჩხაპელია იგივე თამადა გააფორმებს, რომელიც ელექტრონული მუსიკისა და თბილისური ბაიათების ერთგვარი ნაზავით გამოირჩევა. ჩხაპელია თქმით, მან მუსიკაზე მუშაობა სულ ახლახან დაიწყო და მაყურებელს ფილმის ატმოსფეროსთან მაქსიმალურად დაახლოებულ კომპოზიციას პირდება. სასწაული არის ის, რომ ადრე გავაკეთე ერთი სიმღერა რაღაცისთვის, რომელიც მარტო ფანდური მქონდა და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი ყოველთვის წარმომედგინა კინემატოგრაფიულად. მიზეზი, რატომაც დაიწერა ეს სიმღერა და ტექსტი და ამ ფილმის საერთო შინაარსი, გულის ტკივილი და არქვი თუ გინდა დანანებითობა თუ რას გინდა და არქვი, იმდენად ემთხვეოდა აი ჩვენთან ბიჭურად, კაცურად, თბილისურად ის ემთხვეოდა ერთმანეთს იმ პრობლემას. აი ერთიანობის ესეთი დანგრევა ჩვენთვის ხო ძალიან დიდი ტრაგედია. ეს არ არის ტრაგიკული სიმღერა, ეს არის მოწოდებითი არ არის, აი კიდევ ერთხელ გამოვერდები, დანანებითია ეს სიმღერა. მოწოდებების დრო აღარ არის ჩემი აზრით, ეს არის ერთმანეთთან გაზიარების ჩვენი შეგრძნებების და რომელიც ყოველთვის მიგვიყვანს კარგამდე. 10 წელია კინოში არ მითამაში. ლირიკა საახალწლო იგავია იმაზე, რომ სკერზე ყოფნის დროსაც კი ცხოვრება გვაძლევს შანსს. ზოგჯერ რთულად შესამჩნევს, რომ ხელახლა ავირჩიოთ და მოვძებნოთ საკუთარი თავი და შევიცვალოთ. ფილმი ლირიკას პარტნიორი კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia, ბრენდი, რომლისთვისაც კინოინდუსტრიის მხარდაჭერა და კულტურის სფეროს განვითარება მუდმივი პრიორიტეტია. კომპანია ყოველთვის ქმნის შესაძლებლობებს კრეატიული ინდუსტრიებისთვის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების გვერდით დგას. მსოფლიო ბრენდთან პარტნიორობა ფილმს არამხოლოდ დამატებით ენერგიას მატებს, არამედ აჩვენებს, რომ ადგილობრივი კინოინდუსტრია ძლიერ მხარდაჭერას იმსახურებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფილმი ლირიკა ეს არის საახალწლო ქალაქური თავგადასავალი იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მეორე შანსი ყოველთვის არსებობს, ანუ მაყურებელი იხილავს ისტორიას, არჩევანსა და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაზე. 2 იანვრიდან კინოთეატრებში. ლირიკა